მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება მათ შორის ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ასე შემდეგ. საქართველოს საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მშვიდობის გამტკიცებაზე, თანამშრომლობაზე და ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე. მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ამ თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე ცენტრალური აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ვფიქრობ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა. განაცხადა კობახიძემ. გლობალურ კონკურენტულ გარემოში ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა ავჩქარდეთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები და სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ შეკითხვის აპასუხოდ განაცხადა, ხომ არ აგვიანებს საქართველო ისეთი პროექტების განვითარებას, როგორიც ანაკლიის ხრმაწყლოვანი პორტია. ვეფხვაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ საჭირო ტემპის შენარჩუნება მოხდეს. ცხადია, ამაზე ვმუშაობთ ყველა ერთად, მათ შორის კერძო ინვესტორებთან. მთავრობათა შორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ეს შეთანხმებები მოხდეს და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს ტემპები იქნება მიღწეული, განაცხადა ვეფხვაძემ. მან ასევე აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზეც გამოახვილა ყურადღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერეტოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს. შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თავად დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში აგრძელებს მუშაობას. ის კერძო სექტორში გადავიდა შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. თავიდან ბოლომდე მას ვეყრდნობით, როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 24 ივნისს დატოვა. როგორც კობახიძემ იმ დღესვე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისი დასანქცირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც ლაშხმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება მისი რეაგირება უსამართლობაზე. პირადად მე დასანქცირებული ვარ ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ ესტონეთთან და ლიეტუვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. როცა მიზეზი მოვიკითხე, ვერ გავიგე. ახლა უბრალოდ ამისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ მინდა რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო და იურისტთან გავისაუბრებ. ალბათ გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს და შემდეგი ინსტანცია ალბათ სტრასბურგია. ეს არის რეაგირება, უბრალოდ მაქვს სურვილი რომ ყველაფერს მოხვეს რეაგირება, განაცხადა მარიამ ლაშხმა. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან გაახმოვოს პარტნიორობა ურთიერთობები მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან კობახიძის განცხადებით ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე ელჩისაც ვერ დავადანაშაულებთ თამაში. ვიცით, რომ პერსონალურად ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ვიად ცეცხლაძე, რომელთანაც როგორც აღმოჩნდა ევროკავშირის ელჩის მიმოწერა აქვს ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს. ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს პატიმრობაში მყოფი ვიად ცეცხლაძის გასული წლის ვიდეოს, სადაც ის აქციებზე თავდაცვის და თავდასხმის გზებზე საუბრობს. მისივე თქმით, ზოგიერთი დიპლომატი ქართველ ხალხს კედელს უშენებს, ხოლო ტერორისტებსა და მოძალადეებს ხიდს. გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის
მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მისწერა. წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ორივე შესაძლებია უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს ტერორისტებსა და მოძალადეებს. წეს პაპუაშვილი. შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური ინოვაციების გადახდების, უსაფრთხოების და ციფრული ჩართულობის გახმოვების საკითხები. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა მასტერკარდის აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტ დიმიტრის დოსისთან და ვიცე-პრეზიდენტ აზამ ალამენტინთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ფინანსური ეკოსისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მასტერკარდის ჩართულობა იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება ფინანსური ჩართულობის ზრდას, ციფრული გადახდების განვითარებასა და სექტორის უსაფრთხოების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გადახდის ბაზარზე, მათ შორის ძლიერი მომხმარებლის ავთენტიფიკაციას, ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც მასტერკარდის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცულობის ამაღლებას და ბაზრის სტანდარტების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ენგურჰესის განცხადებით მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ღვარცობმა ენგურჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული 22 სექტემბერს სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხმა ნალექმა და ღვარცობმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა, თუმცა ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე. ცალკეულმა მედია საშუალებებმა და ინტერნეტ გვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცობმა ენგურჰესი დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს. საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებული ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოებას შეცდომაში, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია, როდესაც დრო დადგება სამიტს ჩავატარებთ, განაცხადა ვიქტორ ორბანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უნგრეთში გამართავდა. როიტერსის ცნობით, პრეზიდენტებს შორის უახლოეს მომავალში შეხვედრა არ იგეგმება. ამასთან ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 2 დღის განმავლობაში მიიღებს. არ მინდა უსარგებლო შეხვედრა და დროის ფუჭად კარგვა, ამიტომ ვნახავ რა მოხდება, განაცხადა შტატების პრეზიდენტმა. მთავრობის მუშაობის განახლებამდე დემოკრატებს არ შევხვდები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დემოკრატიული უმცირესობების ლიდერებთან შეხვედრას სურს, თუმცა ამას მთავრობის გახსნამდე არ გააკეთებს. მე მათთან შეხვედრამ სურს, მაგრამ ერთი პირობით, თუ ისინი ქვეყანას გახსნიან, აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, შტატებში მთავრობის დახურვა ეგრეთ წოდებული შატდაუნი 1 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. დემოკრატებს სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები სუფთა კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელი სენატორების მიერ წარდგენილი დროებითი დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც მთავრობის მუშაობის განახლებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს, მე-11 ცდის შემდეგ ჩავარდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი X-ზე წერს. მოხს პატივი პრეზიდენტ ზელენსკის შვედეთში უმასპინძლო. ძლიერი და ქმედითი უკრაინა შვედეთისთვის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების განხილვას. ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლე, წერს ულფ კრისტერსონი. მანამდე შვედეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლინკოპინგში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ულფ კრისტერსონის შორის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი და შვედეთის პრემიერი თავდაცვის ექსპორტის შესახებ სიახლეების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 21 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა სახმელეთო ჯარებთან, საზღვაო ფლოტთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, აცხადებენ გენშტაბში. მათივე ინფორმაციით თავდასხმის შედეგები ზუსტდება. გენერალური შტაბი განმარტავს, რომ ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ობიექტი აწარმოებს დენს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს.
კომპონენტებს, კერძოდ საბრძოლო მასალისა და რაკეტებისთვის, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.